ბიტკოინი ძალიან კარგი საინვესტიციო პროდუქტია. მაგრამ მაგას კიდე მოყვება როგორ შეინახავ ამას, როგორ გავფრთხილდები, რამდენად გაქვს ჰიგიენა მაგალითად ეგეთი რაღაცის შენახვის. მე მაგალითად ძალიან მეშინია ზოგადად კრიპტო რომ მაქვს, შეიძლება ცუდი გამოცდილება მაქვს, აი მირჩევნია რომ რა ვიცი ბანკში მედოს ხოლმე ხანდახან ფული რაღაც უფრო დაცულად გრძნობ ვიდრე აი უფრო დაცულად გრძნობ მაგალითად Google-ის აკაუნტზე თავს ვიდრე მაგალითად 12 სიტყვას სადაც მაქვს შენახული იმიტომ რომ აი რაღაც ისეთი რთული ის არის რა მინიმუმ ნაცნობია შენს Google და იცი პროცედურები რაღაც ხო ანუ მე მგონია რომ ეგ უფრო არის შენ თავს რამდენად ენდობი რა იმიტომ რომ ყოფილა ხოლმე გამიღვიძია და რაღაც master password-ი არ გამხსენებია და სამჯერ ანუ არის ადამიანური ფაქტორი არის ძალიან ცუდი. რავი, მოტოციკლეტი ისენი დავინახე ჩაფხუტები რა. თავი რომ დაარტყა, სიტყვაზე ვიძახი, მაგარი განძრეული გაქვს. რა თქმა უნდა. ხო. მეორე უკიდურესობაც აქვს, ხო? ეხლა მაიკ სეილორი რო არის. ეხლა მაგი ამას ესე უყურებს, რომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი, იმიტომ რომ შეგიძლია ზოგადად დაიმახსოვრო 12 სიტყვა და მილიარდი გედოს რაღაცაზე, რომელიც მარტო შენ თვიშია. ხო. რომელსაც ვერც ვერ მოგპარავს, ვერც ვერ გამიცნობს, ვერც ხო, მაგრამ შენ მაგას რაღაც შხაპში დავეცი რა და თავიც დავარტყი ეხლა პროსტა არ დავიწყდა რაღაცები. აუ მაგარი. ანუ ძალიან საჟია. მილიარდერი რო ხარ და პაროლი არ გახსოვს, აუჩ. ყოფილა, მე მქონია შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, რომ დამვიწყებია master password-ი. ანუ და ჩემი აზრით, კაი პაროლი არის ის, რომელიც არ გახსოვს. მაგრამ ერთი მაინც უნდა გახსოვდეს რა რაღაც ვარიანტში და